საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ქრისტიან დემოკრატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ფორმულირება მათთვის მიუღებელია. 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ასეთი ფორმულირებით მიიღო დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის რიგით 29 საკონსტიტუციო ცვლილება. რატომ უწოდა აბსურდი იმას, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა და რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუცია კონკრეტული პოლიტიკური პიროვნების და ვითარების გამო? პირდაპირ საუბარი გიორგი თარგამაძესთან. გადაცემის მეორე ნაწილში რის დემონსტრირებას მოახდენს 27 მაისს ქართული ოცნება? ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება ზვია ძიძიგურისგან შევეცდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ პირდაპირ საუბარს. გიორგი თარგამაძეა ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. აბსურდი უწოდეთ დღეს იმას, რაც ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითონ ამ აბსურდის გამომწვევი მიზეზი, ანუ თქვენს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებას თავისთავად არის აბსურდი, რადგან უპრეცედენტოა ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ასეთი ზომა ერთმანეთის მიმართ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი არა აქვთ და ჩვენ კი ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც არ არის საერთოდ ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ მხოლოდ მუნიციპალურ ორგანოებში შეიძლება ჰქონდეთ ასეთი დათმობა, ისიც ურთიერთგაცვლის პრინციპის შემთხვევაში. ეს არის უპრეცედენტო ცვლილება, ამაზე თან ხდება ყველა. ამაზე თან ხდება ყველა, ამაზე ჩვენ თავად ვსაუბრობდით თავიდანვე. აბსურდს წარმოქმნის არა ჩვენს მიერ ინიცირებული წინადადებები, არამედ ის გარემო, რომელმაც განაპირობა ასეთი გამოსავლის მოძებნის აუცილებლობა. იდეალური იქნებოდა ჩვენ რომ ცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს მომავალი არჩევნების მიმართ როგორც მორიგი არმაგედონის და მეორე მოსვლის მიმართ არ ექნება მოლოდინი. სადაც იქნება დაბალანსებული პოლიტიკური გარემო, სადაც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თანაბარი პირობები ექნება საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღების, სადაც ცენტრალურ არხებზე იქნება პოლიტიკური თოქ-შოუები, სადაც მე მექნება როგორც ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ლიდერს ისეთივე შესაძლებლობა, ჩემი აზრი უთხრა საზოგადოებას და უპასუხო ჟურნალისტის თუნდაც ყველაზე მწვავე შეკითხვებს, როგორც დაუშვოთ ეს დღეს მაესტროზე მოგს. ასე რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ არათუ იდეალურ, არამედ იდეალურთან მიახლოებულ ქვეყანაში. საქართველო დღეს ხასიათდება ავტორიტარული გადახრების მმართველობის სტილის სახელმწიფოს ყველა. ბოდიშ ჩაგეკითხებით აბსურდთან დაკავშირებით. არ ფიქრობთ, რომ ის რომ თავარი კანონი ქვეყნის კონსტიტუცია იცვლება ასეთი სისწრაფით. ის რომ კანონის უზენაესობა არ არის, სწორედ აქედან გამომდინარე 29 იცვლება საქართველოს კონსტიტუცია. დიდი ბოდიში დავასრულებ და რა თქმა უნდა გექნებათ საშუალება გამცეთ პასუხი. 29 იცვლება საქართველოს კონსტიტუცია. თუ არ ვწდები 1995 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც 3 საუკუნის მანძილზე არ განხორციელებულა ამერიკის კონსტიტუციაში ამდენი ცვლილება. თავისთავად ის რომ კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვთ, ამ შემთხვევაში თქვენ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს განაპირობებს არასტაბილურ ქვეყანას, ეს განაპირობებს შემდეგ სხვადასხვანაირ აბსურდებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს განაპირობებს იმას, რომ რეჟიმს აქვს საშუალება იყოს ავტორიტარული და საკუთარი სურვილის მიხედვით ცვალოს ქვეყნის მთავარი კანონი. ანუ არ დაიცვას კანონის უზენაესობა და მთავარი დასავლური ფასეულობა, ბატონო გიორგი. კარგია რომ ასე შეწუხებული ხარ თქვენც, მეც და ჩვენი საზოგადოების ჯანსაღად განწყობილი ნაწილი კონსტიტუციისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო. თქვენ თავად ახსენეთ, რომ ეს არის 29 შესწორება, რაც ნიშნავს იმას, რომ 29-ს წინ უწყვეტ 28. ანუ განსაკუთრებით 2004 წლიდან მოყოლებული ჩვენ მოწმენი გავხდით მთელი რიგი ცვლილებებისა, რომელიც სწორედაც რომ მიმართული იყო ერთ პიროვნებაზე კონსტიტუციის მორგებით, ანუ მთელი ძალაუფლების ერთი პირის ხელში უზურპაციით. თავისთავად საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქმნის ყველა წინაპირობას საიმისოდ, რომ ძალაუფლების მონოპოლიზება მოხდეს. და ეს მე პირდაპირ აისახება ბიზნესზეც, მედიაზეც, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. ანუ საქართველოში ჩვენი 28 საკონსტიტუციო ცვლილებებით, როგორც მინიმუმ 27, რადგან წინა ცვლილებები მაინც განსხვავდებოდა იმით, რომ ჩვენ საპარლამენტო მოდელისკენ წავიყვანეთ ქვეყანა და მე მაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისათვის. ყველა დანარჩენი იყო მიმართული იქითკენ, რომ ერთი კაცის ხელში ყოფილიყო ყველაფერი. ჩვენი ცვლილება რომელსაც ეხლა ვთავაზობთ საზოგადოებას და პარლამენტს და რომელიც სხვათა შორის არ არის გრძელვადიან რეალობაზე მორგებული, არამედ აი ამ
იმ მოკლევადიან პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სააკაშვილის თქვენ გადამკიდე. ვადა არ გქონდათ დათქმული თავიდან იყო საუბარი, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო გარდამავალდებულებებში, ან ყოფილიყო კონსტიტუციის ძირითად ვარიანტში, თუმცა მე აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებებს ექსპერტთა გარკვეული ნაწილის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მართლაც ამ ნორმის არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნებოდა სასურველი. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ზუსტად აი ამ მოკლევადიანი პრობლემებიდან გამომდინარე, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ, ანუ ჩვენ ვცხოვრობთ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ მონოპოლიზებულ გარემოში. მაგრამ თავისი ერთპიროვნული შესაძლებლობებით, ანუ ფაქტობრივად მან გადაწყვიტა და ეს გააკეთა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ძალაში ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის სამი მთავარი პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთის დამფუძნებელი, ფაქტობრივი ლიდერი, დამფინანსებელი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ლეგალურად ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. მე თქვენი ეთერიდანაც არაერთხელ მოვისმინე და იურისტებმა, სხვა შორის მისი გუნდის წევრებმაც განაცხადეს და ეს ასია. დღესაც კი მონაწილეობს რა ბატონ ივანიშვილის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობაში გამოდის სიტყვით ხვდება ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა, ეს არის კანონის დარღვევა. მაგრამ თქვენ არ უწყობთ ბატონო გიორგი ამ შემთხვევაში ხელს ხელისუფლებას იმით, რომ სთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილებას და არ სთავაზობთ მაგალითად იმას, რომ მიანიჭონ მოქალაქეობა. შეეცვალოთ მაგალითად მოგეთხოვათ ორგანული კანონის შეცვლა ბატონო გიორგი. აგაშენეთ ღმერთმა ამ კითხვის დასმისთვის, რადგან ზოგიერთი ჩვენი გაუთვითცნობიერებელი ოპონენტი სამწუხაროდ ივიწყებს ხოლმე იმას და სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა საშუალება ამაზე ხშირად გვესაუბრა პოლიტიკურ თოქ-შოუებში, სადაც მე ძალიან იშვიათი სტუმარი ვარ ყველა არხზე და ყველა გადაცემაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭებას. მე თავიდანვე ვთქვი და ეს ამბავი მოხდა ჯერ კიდევ თუ არ ვთქვი 8 თვის წინ, ყოველ შემთხვევაში შემოდგომაზე, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენება ხდებოდა აბსოლუტური კანონის დარღვევით. ივანიშვილი იმსახურებდა თავისი წარსული საქველმოქმედო საქმიანობით და თავისი ქართველობით, იმით რომ ის არის ქართველი, საქართველოში დაბადებული, საქართველოს მოქალაქეობას. ეს დამოკიდებულება, მიუხედავად მისი ჩვენ დამოკიდებულებისა, განსაკუთრებით გაგვიმტკიცდა მისი უწმიდესობის მიერ დაკავებული პოზიციის გამო, ამიტომ ამ შემთხვევაში მოთხოვნა სააკაშვილის მიმართ და სხვა შორის არა მხოლოდ დაუშვათ ასეთ საჯარო ფორმატებში, არამედ დახურული შეხვედრების დროსაც დიპლომატებთან ჩვენ ყოველთვის დაგვიფიქსირებია და დღესაც ვაფიქსირებთ. ეს არის პარალელური პროცესი. ფაქტია სააკაშვილმა კანონის შეცვლა არ მოითხოვეთ ბატონო გიორგი, რატომ კონსტიტუცია და არა ორგანული კანონი რის საფუძველზეც უარი ეთქვა ივანიშვილს ორგანული კანონი როგორც არ უნდა შეგვეცვალა სააკაშვილი მაინც იპოვიდა მიზეს საიმისოდ, თუ კი მის ხელში დარჩებოდა დისკრეციული უფლება, არ მიენიჭებინა მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, ის არ აპირებს ამის. მაშინ რატომ დაქნახდნენ ამ შემთხვევაში უკვე სააკაშვილი არ ან თუ მოსთხოვდით შეცვლას ორგანული კანონის რაღა მიზეს მოძებნიდა. სხვა შორის იყო კიდევ ერთი გამოსავალი უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის. არა, მე ღიად გეტყვით და აქ ძალიან გასაგები იქნება ყველაფერი. ჩვენ მოუნახეთ ისეთი ვარიანტი, რომლითაც ერთის მხრივ რომ კაპრიზი შეისრულოს თავის სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ მიანიჭოს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს არ არის მთავარი. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მთავარი არის არა ეს იურიდიული ნიუანსები და დავები, არამედ ის, რომ ყველა ძირითად პოლიტიკური ძალის ლიდერს ჰქონდეს თანაბარი საშუალება არჩევნებში მონაწილეობის მიღების. მათ შორის ეს არის ჩემი ინტერესი, ეს არის თქვენი ინტერესიც. ჩვენი უფრო დიდი ინტერესია, რომ ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციასაც, კანონსაც და სიტყვასაც სხვათა შორის დაედება ფასი, ადამიანს დაედება მაგრამ სანამითამდე აუცილებელია რომ არჩევნები იყოს კონკურენტული. ჩვენ საზოგადოებამ დანარჩენმა ოპოზიციამ მეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმაში ყოფილიყავით ერთიანი რომ მოქალაქეობის მინიჭება ყოფილიყო მთავარი ხაზი თქვენი მოდი ამაზე დავას დიდხანს ნუ გავაგრძელებთ იმიტომ რომ ეს მოთხოვნა დავას კი არ ვაგრძელებ, უბრალოდ პასუხი მინდა თქვენი. აი რატომ არ ჯერ მოგეთხოვათ ორგანული კანონის შეცვლა, მიგიღოთ თუ არის და შემდეგ მოგეთხოვათ კონსტიტუციის შეცვლა. არ ამგონია საზოგადოებისა და თქვენ მაყურებლისთვის გაუგებარი იყოს, რაც მე უკვე ვთქვი და რასაც ვიმეორებდი ყოველთვიურად. ჩვენ მხარს უჭერდით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, მაგრამ ჩემს თავს რო თავი დავანებოდა მთლიანად ქრისტიან დემოკრატებს. ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც თავისი ავტორიტეტით გაცილებით აღემატება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და ყველა პარტიას ერთად აღებულს და ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს. ეს არის მისი უწმიდესობა. მის ნათქვამს არ დაუჭერა სააკაშვილმა. ამიტომ ამ ინიციატივის ინიცირება საჭირო გახდა სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ გვყავს ცუდი მთავრობა, ჩვენ გვყავს ცუდი პრეზიდენტი, ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს კონსტიტუციას, რომელიც პატივს არ სცემს კანონებს, რომელიც პატივს არ სცემს და ყურს არ უგდებს საზოგადოებრივ განწყობებს და რომელიც არაფრად მიიჩნევს მათ შორის ეკლესიის მაგრამ ეს არის ძალიან კონკრეტული ვითარება, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ვითარება, ხომ ასეა? კონსტიტუცია არ უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ვითარებაზე, არ მეთანხმებით ამაში? კონსტიტუცია უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ქვეყანაზე, ვითარებაზე და იმ პრობლემებზე, ხანმოკლე ვითარებაზე? მით უმეტეს ჩვენ ამას ვწერთ გარდამავალ დებულებებში.
თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში შეიცვლება პოლიტიკური ბალანსი და იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ნორმალური ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი წარიმართოს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დღეს არსებული რედაქცია და მოდელი გადასახედი იქნება ძალიან სერიოზულად და ფაქტობრივად ახალი კონსტიტუცია იქნება დასაწერი, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ რეალობაზე. 4 თვეში 5 თვეში საქართველოში იქნება არჩევნები. ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანში, შემოხაზოს ბიულეტენი და ჩააგდოს საარჩევნო ყუთში. უნდა დადგეს შედეგი. ჩვენ ვერ დავიწყებთ და ვერ დავკავდებით მხოლოდ იმაზე საუბრით, როგორი გვინდა რომ იყოს მხოლოდ ჩვენი საქართველო თავისი კონსტიტუციით, თავისი ურთიერთობა და წესით. როგორი გვინდა რომ იყოს რაღაცის კონკრეტული სააკაშვილი. კანონის უზენაესობით არ უნდა დაიწყოს ეს პროცესი ბატონო. ეს არის მიზანი. თუ კი ყველა ხელისუფლებას ეცოდინება რომ მას შეუძლია მოირგოს კონსტიტუცია ისე როგორც მას ეს სურს. ან თუნდაც ოპოზიციურ ლიდერს ეცოდინება ის რომ შესაძლოა მის გამო კონსტიტუცია შეცვალოს. მართალი ხარ, როგორ მიაღწიოთ იმ ქვეყანას რომელზეც ზუსტად ახლავე აგიხსნით ამას. მე გეტყვით რომ გასაღები აი ამ სისტემის და ამ მიდგომების ნგრევის იმაში კი არ არის რომ ჩვენ გქონდეს იმედი რომ რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს არ ექნება ავტორიტარული გადახრები. მასე ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აღთქმებული იყო მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიული მისწრაფებებით. მე და თქვენ კარგად გვახსოვს ეს პერიოდი. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებებს. მე დღესაც ვფიქრობ რომ ადამიანი უნდა შებორკოს სისტემამ და საზოგადოებამ. ამის ერთადერთი საშუალება არის პოლიტიკური ბალანსი. თორე ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს და ვერც თქვენ მოგცემთ ამის გარანტიას ვინმეს, რომ გიორგი თარგამაძე ან ივანიშვილი ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერი არ იქნება მოწადინებული გაიოლოს მართვა. ეს არის ბუნებრივი, ხო? მაგრამ ამ კონკრეტულ ცნობებით არ უიოლდება მიხეილ სააკაშვილს მართვა, როდესაც ის აღარ არის ჩიხში, მისთვის ეს არის გამოსავალი, ის აღარ არის იძულებული მოქალაქეობა მიწის ამ შემთხვევაში. მე იცით დღეს როდესაც აი დებატებს უსმენდი და თავად ივანიშვილის მხარდამჭერების პოზიციები მოვისმენე, ადრეც მომისმენია და ასე შემდეგ და აქეთ კიდევ ეს დამსკრივებული, დაზეპირებული ტექსტები ნაციონალური უმრავლესობის წარმომადგენლები და თავად სააკაშვილის პოზიციას ჯიუტად რომ არ აძლევს მოქალაქეობას და ამ პრობლემის მოგვარება შეეძლება. გაგეწეხათ ეს ჯიუტი, ბატონო გიორგი, ამისკენ წაგეყვანათ თქვენ ძალის. შემოსაყვარელო მე რომ მქონდეს მარტო ამისი რესურსი რომ მე გავტეხო მარტო სააკაშვილის ჯიუტე, ამით ვიქნებოდი ბედნიერი თქვენც და მეც. საზოგადოება დაგიდგებოდათ გვერდში. საზოგადოება დაგვიდგა გვერდში. საზოგადოების 70%-მა გამოკითხვაში თქვა, რომ ის მხარს უჭერდა მოქალაქეობის მინიჭებას ივანიშვილის. ეს არის იმ ნაწილის 70%. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა. რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია იმ შესახებ. მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი დაუჭერდა ამ იდეას მხარს, მაგრამ საქმე სწორედ იმაში არის, რომ სააკაშვილი არ გატყდა ამ შემთხვევაში, ხო? ეს არ იქნებოდა გატეხვა ჩემის აზრით, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული მის მიერ. მაგრამ სწორედ ამ ცუდი სააკაშვილის საკითხზე ვжელობთ ეხლა ჩვენ და იმ სიტუაციაზე როგორ გამოვასწოროთ კონსტიტუციისადმი პატივისცემას თავად კონსტიტუციაში და ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში კარგი ცვლილებების შეტანა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კონკურენტული იქნება არჩევნები, რამდენად მრავალსუბიექტიან პოლიტიკურ რეალობას მივიღებ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რამდენად მაღალი იქნება ნდობა თავად არჩევნების პროცესის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით, რასაც დღეს პირველი მოსმენით ეყარა კენჭი, ეს ამოცანა იქნება მიღწეული, ანუ ივანიშვილი არ დარჩება თამაშგარე და ის მიიღებს რომელიც დღეს უმრავლესობამ შემოგთავაზა. ამაზე კამაც გავაკეთე. რატომ დაგთანხმდათ უმრავლესობა ეს შეკითხვა მიჩნდება თქვენი საუბრიდან გამომდინარე. სანამ ეს ინიციატივა წამოვიდოდა ქრისტიან-დემოკრატებისგან და დაუჭერდა მას ნაციონალური მოძრაობა მხარს, ვენეციის კომისიამ სხვა შორის გასცა რეკომენდაცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მინიჭებოდათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, რაც პირადად პავლე კუბაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. ამას გარდა აკრძალული აქვთ დაფინანსება პარტიების უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მიზეზი არის ის, რომ არ მოახდინონ მათ ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. და ამ დროს პარალელურად უმრავლესობა გთანხმდებათ საკონსტიტუციო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ექნებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკვე არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიური მონაწილეობის უფლება. თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებ პირდაპირ საუბარს გიორგი თარგამაძესთან. ბატონო გიორგი, რატომ დაგთანხმდათ ხელისუფლება? გავიმეორებ, ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის, იმაყურებლისთვის, სანამ თქვენგან გახმაურდებოდა ეს ინიციატივა და დაუჭერდა მას ნაციონალური მოძრაობა მხარს, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო პირდაპირ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მინიჭებოდათ აგიტაციაში, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. პირადად პავლე კუბაშვილმა თქვა უარი ამაზე, ამ რეკომენდაციაზე. ამას გარდა აკრძალული აქვთ დაფინანსება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების
ერთადერთი არგუმენტით, რომ ისინი არ ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რითი ახსნით ხელისუფლების მეტამორფოზას, რომელიც აი ამ ფონზე გთანხმდებათ თქვენ, მიანიჭონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დეტალებზე რა თქმა უნდა აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ რაფორმით და ვის, მიანიჭონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება, რომ არა მხოლოდ პასიური მონაწილეობა მიიღონ, არამედ აქტიური ხმის უფლების საშუალებაც ექნებათ მათ. კი ბატონო, კი პასუხებთ. ის რომ თავად ხელისუფლება იგივე ცენსთან დაკავშირებით თავის პოზიციას ესე ხისტად აყალიბებს და იძახის, რომ 10 წლის საქართველოში ცხოვრების ცენზი უნდა ქონდეს. მეტყველებს იმაზე, რომ მაინც და მაინც დიდად კმაყოფილები თავისთავად ამ ინიციატივის შინაარსით ისინი არ არიან. საიმისოდ, რომ მასობრივად უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ამ ფორმით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულ ამ შემთხვევაში ამოცანა ჩვენი იყო სრულიად ნათელი. რამენაირად სწორედ იმ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ქვია შიდა საზოგადოებრივი ზეწოლა, ყველაზე სანდო საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერა ამ იდეის და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაც სავარაუდოდ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის. არ არიან არასამთავრობოები აღფრთოვანებული თქვენი ინიციატივით ძირითადად არასამთავრობო არ უნდა იყოს აღფრთოვანებული ამით და უნდა გააკრიტიკოს ეს ინიციატივა. რომელმა საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა დაგიჭირა თავა მხარი? ჩვენი ამოცანა იყო მეპოვა გამოსავალი საზოგადოებისთვის. მე რო ახლა იურისტი ვიყო და ვიყო არასამთავრობო ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა ვიტყვი, რომ ეს არის უპრეცედენტო წინადადება, იდეა ჩვენ უნდა გქონდეს ხელშეუხებელი კონსტიტუცია, რომელსაც საუკუნეში ერთხელ შეცვლილი და ასე შემდეგ. მე ვარ პოლიტიკოსი. ჩემი ფუნქცია არ არის შეფასებების გაკეთება. ჩემი ფუნქცია ხალხმა, რის გამოც მე მანდატი მომანიჭა და მიცხადებს გარკვეულ ნდობას ქართულ პოლიტიკაში, მდგომარეობს იმაში, რომ მე ვიპოვო გამოსავალი შექმნის სიტუაციაში. თქვენ თვით რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერა რომელმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგიჭირეს ამ ფაქტორების გამოყენებით, რომელიც მხარს უჭერდა იმას, რომ ხელოვნურად საქართველოში არც ერთ ძირითად პოლიტიკურ ლიდერს, მოღვაწეს, ძალას არ შეზღუდოდა თავისი რესურსი და შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა კონკურენტულ არჩევნებში. ამ იდეის მხარდამჭერას გულისხმობდა ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ გვეპოვა ეს გამოსავალი. ეს არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს არის ყველაზე სწორი და კარგი გამოსავალი ამ ეტაპზე იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არ აპირებს მიენიჭოს მოქალაქეობა თავად ივანიშვილს და ჩვენ შედეგად მივიღებთ სურათს, თუ კი ეს ცვლილება შევა ძალაში უახლოეს პერიოდში და მე იმედი მაქვს, რომ დავაჩქარებთ მაქსიმალურად, რომ არ გაიწელოს ამ თემაზე დისკუსია და კამათი, რომ საბოლოოდ ყველაფერს წერტილი დაესვას და ყველა ჩვენგანს და მათ შორის თავად ივანიშვილს და სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა მთლიანად საარჩევნო კამპანიით დაკავდნენ და ყველა ხელშემშლელი გარემოება, ასე ვთქვათ, უკანა პლანზე გადავიდეს. იმიტომ რომ პრობლემები სხვა ძალიან ბევრია ხა. მედიით დაწყებული, პოლიციის, გუბერნატორების, გამგებლების ადგილებზე მოქმედებით გაგრძელებული დაშინებით და ასე შემდეგ. სხვა საკითხები ბევრი მისახედია. მაგრამ ბატონო გიორგი, არ ხედავთ რაიმე საშიშროება სამცველებიდან გამომდინარე. მაგალითად, აქტიური უფლება საარჩევნო დღეს გამიკვირდა, მე შეიძლება მთლიანად არ ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ ნაკლებად ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა ამაზე პარლამენტის ხდომაზე. შეიძლება ვთქვი, მე რასაც უსმინე, აქცენტი ამაზე არ გაკეთებულა. როგორ უნდა გაკონტროლდეს ამ ადამიანების ხმები? სიებთან დაკავშირებით დღესაც არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ვერ გაურკვევიათ მაგალითად ერთ მისამართზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში თუ რომელიმე სხვა ქალაქში. აი როგორ უნდა გაირკვეს მაგალითად საფრანგეთში ან ბელგიაში მცხოვრები ადამიანი რამდენად სწორად მოხვდა საარჩევნო სიაში. მართალი ბრძანდებით აბსოლუტურად გასაგებია. თანაც უბრალოდ დავამატებ, ცოტა ხნის წინ პაპუნა დავითაია გამოვიდა ინიციატივით, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დაბადებულია საქართველოში, უნდა დაურიგდეთ სპეციალური მოწმობები, რომ ისინი ნამდვილად დაიბადნენ საქართველოში. მაისის ბოლომდე უნდა მოხდეს ეს და ამჟამად საუბარია 30,000 მოქალაქეზე. არ იქნება ეს 30,000 ხმა უკონტროლო თქვენი აზრით? არა. საერთოდ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება თანხდება ისეთ რაღაცეებზე, რაც მათთვის სარგებელს არ მოიწონს? ძალიან ბევრი კითხვები მოყავთ. მაგრამ ერთი თემა, აქტიურ უფლებაში. კი ბატონო, განვმარტოთ მასში ჩვენს ტელემაყურებელს და სიამოვნებით გიპასუხებთ ამ კითხვაზე. პირველ, ეს 30,000 კაცი და 30,000 კი არა, მილიონზე მეტი ქართველია წასული საქართველოდან, კი ბატონო, არის თემა, რომელიც მთლიანობაში ქვეყნისთვის ანგარიშგასაწევ ფაქტორს წარმოადგენს. და ჩვენ არც ერთ ქართველს მით უმეტეს, რომელიც დღემდე თავს ქართულად მიიჩნევს და გულშემატკივრობს საქართველოს აწყოსას და მომავალსაც, დამამრგოლებელი ბარიერები კი არ უნდა შეუქმნათ, არამედ პირიქით უნდა გაუადვილოთ თავიანთ სამშობლოსთან ურთიერთობა. მაგრამ აქ არ არის საუბარი 30,000 კაცზე. მით უმეტეს თუ კი ხელისუფლება არ წამოვიდა დათმობაზე და 10 წლიანი ადგილზე ცხოვრების ცენზი დატოვა, მე შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ასეთი
ადამიანების რაოდენობა ალბათ ჩემი მოსაზრებით 1000-ზე მეტიც კი არ იქნება. მაგრამ ეს ადამიანებიც კი იმისთვის რომ მოხვდნენ საარჩევნო სიაში, ან ისარგებლონ აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით და პასიური, ანუ იყვნენ არჩეულები. მათ მოუწევთ შესაბამისი პროცედურის გავლა. თქვენ ბრძანეთ რომ თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც არის სიებთან დაკავშირებით გაუგებრობები, ერთ ადგილზე რამდენიმეა ჩაწერილი და ასე შემდეგ. სწორედ ეს პრობლემები რო არსებობს, ამიტომაც ვეცადეთ ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა გაგვეწია და ის სახელმწიფო კომისია, რომელშიც დღეს ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ამ საქმით არის დღეს დაკავებული. დადიან, კარდაკარ ამოწმებენ და ხდება შემდგომში უკვე შესაბამისი ბაზის შედგენა, რომელთაც მოხდება სიების გაწმენდა, უხეშად რო ვთქვათ და მოყვანა ობიექტურ კონდიციამდე. შესაბამისად, ის ადამიანებიც, რომლებიც ყველა ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, რომელიც ახლა შევა უკვე კანონში ცვლილების სახით. თავად უნდა იყვნენ აქტიურები, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს, უნდა წარმოადგინონ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ ისინი მართლაც არიან დაბადებული საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ბუნებრივია არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ასე რომ ამ მონაცემების გადამოწმებით და სიებში ასახვით მოხდება ერთის მხრივ მათი ასახვა ამ სიებში და მეორეს მხრივ კონტროლი იმისა, რომ ამას ბუნებრივად ვერ იქნება მასობრივი სახე. შეგიძლიათ პასუხისგებლობა აიღოთ იმაზე, რომ კონტროლირებადი იქნება ეს ხმები. 1000-ობით ხმაზე საუბრობენ ხო, სამწუხაროდ აღარ იქნება 10000-ები, როგორც მე ვლაპარაკობდი, რადგან თუმცა გამორიცხავთ, რომ წამოვიდეს ხელისუფლება დათმობაზე და 3 წლიან ვადაზე დათანხმდით. ბოლო 3 წელზე შეთანხმდით. მაგრამ ჩემი გამოცდილება რაც მაქვს და დღევანდელი დებატების ტონიდან გამომდინარე, როგორც საუბრობდნენ უმრავლესობის ლიდერები, მათ თქვეს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ამ ჩვენს წინადადებას და ინიციატივას, რომელიც პირდაპირ თქვა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ივანიშვილის ლეგალურ სივრცეში შემოყვანას უკავშირდებოდა და იმას, რომ მას მიცემოდა შესაძლებლობა კონკრეტულ საარჩევნო გარემოში მიიღოს მონაწილეობა და ჩვენ გქონდეს უფრო სანდო არჩევნები, ვიდრე ეს იქნებოდა მის გარეშე. მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ, თუ ეს მოხდებოდა გარდამავალდებულებში, ამის წინააღმდეგი არჩევნი ვიყავით, მაგრამ მეორე პირობა სწორედ ეს დააყენეს, რომ 10 წელი უნდა იყოს საქართველოში ცხოვრების ცენზე. ეს ჩვენთვის დღემდე მიუღებელი არის. 3 წელი. აი აგიხსნით გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ რომ 3 წელი აუცილებელი რომ ჩაერთონ არამხოლოდ ივანიშვილისთვის იყოს მოკლედ. აი ზუსტად ამის თქმა, ჩვენ არ გვითვალთ მაქცია და არ გვითქვას რომ ეს ივანიშვილისთვის კი არ კეთდება, არამედ რაღაცა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც დღეს ჩვენს მიერ ითქვა პარლამენტში ინსპირაცია, ანუ სურვილი რო ასეთი ინიციატივით გამოსულიყავით, გაგვიჩნდა სწორედ იმ შექმნილი პოლიტიკური რეალობის გამო, რომელიც ჩიხს უკავშირდება, რაც ივანიშვილისათვის მოქალაქეობის არქონას და პოლიტიკური უფლებების არქონასთან არის კავშირში. მაგრამ ჩვენ მქონდა სურვილი რომ ამ საქმესთან ერთად სხვა კარგი საქმეც გავეკეთებინა და სხვა ქართველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მე ვიცნობ ესეთ არაერთ ადამიანს, არიან ავსტრიაში ცხოვრობენ ესეთები, ცხოვრობენ გერმანიაში, რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რომლებიც სხვადასხვა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას წლების განმავლობაში მხარს უჭერენ და მათ ჰქონდათ ეს სურვილი რომ მიეღოთ აქტიური მონაწილეობა. თქვენი პოლიტიკური ინტერესიც დევს აქ, არა მხოლოდ ივანიშვილის აქედან გამომდინარე. ჩვენი პოლიტიკური ინტერესიც დევს კი ბატონო და მე მიმაჩნია რომ ასეთ ქართველებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხალხი არის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავს უხეშად რო ვთქვათ და მათ ოჯახებს უკვე მიხედეს. ფეხზე დადგნენ, მომძლავრდნენ, ემიგრაციის პირველი მძიმე ტალღა გაიარეს, დღეს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ბიზნესის კეთების, სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის ან ასე შემდეგ და რატომაც არა, ჩემი აზრით მათ უნდა მიცემოთ. კიდევ ერთი შეკითხვა. რატომ იყო 3 წელი თქვენ ბრძანეთ? იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქესთან ძალიან არაადეკვატურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდებოდა ეს ადამიანი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით შერო პარლამენტის წევრობა მოგინდეს მინიმუმ 2 წელი მაინც უნდა გქონდეს ბოლოს ნაცხოვრები საქართველოში და ხა უცხო ქვეყნის მოქალაქე კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე იურისტები, ის რომ შეიძლება დაემუქროს საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლება თეორიულად ყოველ შემთხვევაში ამ ცვლილებით მისაწვდომობა ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებებზე. მაგალითად, პარლამენტში ვიცით რომ არსებობს ნდობის ჯგუფი, შეიძლება ასეთი ადამიანი მოხვდეს ნდობის ჯგუფში და მას ექნება წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებასთან. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ აღმასრულებელი თანამდებობები შეიძლება ასეთ პირებს ჰქონდეთ დაკავებული. აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა, თუ ასეთ თანამდებობებზე მოხვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, როგორ უნდა დაიცვან მათ საქართველოს ინტერესები, როდესაც მათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოქალაქეობიდან გამომდინარე აქვს სხვა ქვეყნის წინაშე.
მეორე მხრივ შეიძლება ასეთი ადამიანი მაგალითად იყოს აგენტი. შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე და ჰქონდეს თქვა რუსეთის მოქალაქეობა. გეთანხმებით გასაგებია შეკითხვა, სრულიად ბუნებრივად გაჩნდა ეს შეკითხვა საექსპორტო საზოგადოებაში. ამისთვის არსებობს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ არა ოპოზიციონერების თვალყურზე, ასე ვთქვათ, ის ვის ხდება და შემდეგ რო დააშინონ მისი მომხრე ან ასე შემდეგ, არამედ რომლებმაც უნდა გამოამჟღავნონ, როგორც თქვენ ბრძანეთ, უცხოური სპეცსამსახურის ქსელის წარმომადგენელი საქართველოში. მე გეტყვით უფრო მაგრამ ხომ არ ურთულდებათ ამით საქმე? პირიქით უფრო ადვილდება, ჩემო ძვირფასო ეკადა, რატო? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, აქვთ ასეთი კარგი უსაფრთხოება, როდესაც არ უშვებენ მსგავს დაამთავრებ და გეტყვით, სხვა ქვეყნებს სააკაშვილი არ ყავთ პრეზიდენტად და არ აქვთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ესეთი არაორდინალური გამოსავლის ძიებას გვაიძულებს უბრალოდ. ხო, ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა იდეალურ სტერილურ გარემოზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რასაც დღევანდელი საქართველო ქვია, ხო, თავის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. თორე მე სხვაგვარად ვილაპარაკებდით. მე მეც გეტყვით რომ რა გარანტია არსებობს მაშინ იმისა, რომ საქართველოს დღეს მოქმედი პარლამენტი, სადაც ადამიანები არიან ყველანი საქართველოს მოქალაქეები და არც ერთი არ არის ალბათობის გაზრდაზე აქვს საუბარი და გამომდინარე უცხო ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც ამას არ უშვებენ, ბატონო გიორგი. მე ვერ ვხედავ ამაში რისკს. მე მიმაჩნია, რომ თუ კი უცხოეთის სპეცსამსახურს სურს ამ მიმართულებით მუშაობა, მისთვის გაცილებით ნაკლებად სარისკო იქნება ისეთი ჯგუფის შერჩევა და ისეთი ადამიანის, რომლის მიმართად ასეთი ეჭვი უბრალოდ არ იარსებებს სარისკო ჯგუფში არ იქნება. ხო, იმიტომ რომ იგივე ადგილობრივი სპეცსამსახურები ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იფიქრებენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეა, დღეს არ ჩვენ ვართ იმისგან დაზღვეული, რომ საქართველოს პარლამენტში არ ყავს ესეთები და მით უმეტეს თუ კი ზოგადად ვიტყვით, რამდენად ემსახურებიან ისინი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, განსაკუთრებით თქვენ ტელემაყურებლების ძირითადი ნაწილი, რომელიც საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ვერ გეტყვით, რომ მათ მიმართ იგივე პრეტენზიები არ აქვს. ასე რომ ამ შემთხვევაში ეს არაფერს განსაკუთრებით დამატებით რისკებს არ ქმნის. დიდი მადლობა თუნებას მოვცეთ, უბრალოდ ხვალინდელი დღე მინდა. ძალიან მოკლედ. 9 მაისი მინდა მიულოცო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დღესაც შეხვდით მათ, ხვალად შეხვდებით. 2900 ვეტერანი არის დღეს საქართველოში ასეთი და ეს იყო მართლაც უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღე და ეს გამარჯვება მათი დამსახურება. უერთდები მეც რა თქმა უნდა თქვენს მილოცვას. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ საუბარი გიორგი თარგამაძესთან. გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ზუია ძიძიგურთან ერთად დავბრუნდებთ. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს. ზუია ძიძიგურია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით, გავატონო ეკა, მივესალმებით ტელემაყურებელს. დავიწყოთ 27 მაისით. რა ხდება 27 მაისს? იგეგმებოდა სტადიონი, შეიცვალა ეს თავისუფლების მოედნით. დღეს განაცხადეთ საინფორმაციო სიუჟეტში, რომ იმდენ ხალხს ელით, რომ აუცილებლად მიიჩნიეთ, რომ სწორედ თავისუფლების მოედანზე ჩატარებული იყო ეს აქცია. რას ნიშნავს ესეთი ხმამაღალი განაცხადი თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი აქციით საარჩევნო კამპანიის დაწყება? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმაზე, რომ ჩვენ 26-27 მაისისთვის ღონისძიება უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ყველაზე მასშტაბური ადგილები, სადაც შეიძლება შეიკრიბონ ადამიანები, სტადიონები მოვინიშნეთ ამისათვის. თუმცა დიდი იმედი არ გქონდა, რომ დაგვითხოვდნენ სტადიონს და ესე იგი ხელისუფლება გამოიჩენდა კეთილგონიერებას, მაინც მიმართეთ ყოველი შემთხვევისთვის სტადიონების მოთხოვნით. რასაც ველოდით ის მოხდა. დინამო სტადიონზე გვითხრეს, რომ იქ რემონტია და ვიცით, იქ რაღაც წვრილმანი რემონტია და არაფერი ხერსალუშის ღონისძიება ჩატარდეს და ლოკომოტივის სტადიონიც მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოთხოვნილი. მაგრამ როცა დავიწყეთ ეკა მზადება უკვე ამ ღონისძიებისათვის, უკვე გამოიკვეთა ისეთი სიტუაცია, რომ ეხა სტადიონი, მაგალითად ლოკომოტივის სტადიონზე, მე შეგნებულად ვამბობ, ეხა არის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, მაგრამ ქალაქმა იცის როგორც ლოკომოტივის სტადიონი. აქ 24000 სკამი არის და კიდე 15000 კაცის დატევის შესაძლებლობაა თვითონ სტადიონის პერიმეტრზე. ეს არ ყოფნის. არ ყოფნის არც ის 64000 საჯდომი სავარძელი, რაც არის დინამო სტადიონზე. აქედან გამომდინარე იძულებულნი ვართ უბრალოდ რომ ბოლო ვარიანტი, რომელიც არის მსვლელობა, ამ ვარიანტზე გავაკეთოთ ჩვენი მთავარი დატვირთვა, ვინაიდან ეხა ჩვენ რამდენ ადამიანს ელოდებით? ძალიან ბევრს. აი რაც ციფრები დაგისახელეთ ამაზე მეტს. ეკა ნამდვილად ესე არის და ეს არ არის გეუბნებით, ეს რაღაცა ყალბი, რაღაცა ციფრებით მანიპულაცია.
ეს არის ნამდვილად ასე და მე ვხედავ ხა ბევრი შტაბის სიტუაციაში ვყოფილ ვარ და ბევრ შტაბში მიმუშავია ძალიან, მაგრამ როცა ჩვენი შტაბები უკვე მზაობას ავლენენ იმისას, რომ რამდენიმე 10,000 კაცი მარტო შტაბების ძალით იქნას მოყვანილი, მე ვლაპარაკობ 30-40,000 ადამიანზე. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერავითარი სტადიონი ვერ გვეყოფა. ანუ საქართველოში არ არის ისეთი სივრცე და დახურული ადგილი, სადაც შეიძლება ქართული ოცნების პოლიტიკური კოალიციის მხარდამჭერები დაეტიონ. ამიტომ ჩვენ ღმერთმა გვამრავლოს, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ იქნება მანიფესტაცია, მსვლელობა, დემონსტრაცია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ანუ ჩვენ დემონსტრირება გვინდა იმისა, თუ ქართული ოცნების მხარდამჭერი რამდენი არის ამ ქალაქში, ხაზი მინდა გაუსვა იმასაც. მხოლოდ ქალაქში რეგიონებიდან არ ელოდებით. და თავისუფლების მოედანზე იქნება დასკვნითი ღონისძიება, სადაც ვფიქრობთ, რომ თავისუფლების მოედანი არის ის ადგილი, სადაც ჩვენ შესაძლებელია უკვე რაღაც ერთგვარი დათვალიერება მოვაწყოთ ჩვენი მხარდამჭერებისა და ამას გარდა ჩვენ ვაცხადებთ საარჩევნო კამპანიის დაწყებას. რა, ეს არის ვინმე არ ჩათვალოს, რომ არის საპროტესტო აქცია, რომ ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების გადაყენებას, რომ მეორე დღეს ახლა სააკაშვილი უნდა წავიდეს და მესამე დღეს რაღაცა პროცესი, ეს არ არის ასე. ჩვენ ვამბობთ, ეს არის მშვიდობიანი აქცია, არავის საპროტესტოდ არ არის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და საარჩევნო კამპანიას ვიწყებს სწორედ ასეთი პომპეზური ღონისძიება. და რატომ ესეთი პომპეზური და ქუჩის ღონისძიებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც თავიდანვე აკეთებს განაცხადს, რომ არავით არის ქუჩა, არამედ მხოლოდ არავით არ ქუჩაზე როცა იყო ეკა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა, რომ ქუჩის აქციით ხელისუფლების შეცვლის ტაქტიკა და კონცეფცია არ ქონდათ, თორე არ ვეტევით, გეუბნებით, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არ ეტევა არც ერთ სტადიონზე არ ეტევა და მე გეტყვით ახლა, კარგად მახსოვს ძალიან სტადიონი ერთხელ ზვიად გამსახურდიას დროს, როცა ეროვნული მოძრაობა თავის პიკში იყო, მაშინ გაივსო ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებით, მეორედ, როდესაც ჩვენის სამთვიანი აქციები უძღოდა წინ და მაშინ ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული ყოველგვარი ძალის დაძაბვის გარეშე ბიძინა ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს შეუძლიათ სტადიონის გავსება კი არა არ ვეტევით ამ სტადიონზე ასეთ მდგომარეობა. ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მხარდამჭერებს დაველაპარაკოთ, უთხრათ ძირითადი საკითხები, რა საკითხებიც არის მნიშვნელოვანი, სწორედ საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს. ჩვენმა მხარდამჭერებმა ერთმანეთიც უნდა დაინახონ, რამდენი ვართ, როგორა ვართ და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, ეს არის დედაქალაქის აქცია. ეს არ არის ანუ რეგიონების გარეშე აპირებთ ამ რეგიონების გარეშე კეთდება ეს ღონისძიება, რეგიონებიდან ახლა რა თქმა უნდა მსურველები, ჩამოსვლელები იქნებიან, მაგრამ ჩამოსვლელები იქნებიან იმისათვის, რომ უკან ამბავი წაიღონ, ნახონ თავისი თვალით რაც არის, ეს არ არის რეგიონების დაუშვათ აქტიური მონაწილეობით დაგეგმილი აქცია, ეს აქცია იქნება მხოლოდ დედაქალაქის და მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი მასშტაბის აქცია, რომელიც იგეგმება 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, მსვლელობით დაგვირგვინდება თავისუფლების მოედანზე, პრეცედენტი არ აქვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ოპოზიციისთვის რეგიონები, იყო ყოველთვის და არის დღესაც. ხელმისაწვდომობა ჩვენს ანუ მაესტროს და ასევე მეცხრეახს რეგიონებზე აქვს ნაკლებად. ბატონო, როგორ მიიტანთ ამ ინფორმაციას, როგორ აჩვენებთ რეგიონებში ადამიანებს, რამდენი მხარდამჭერი ყავთ, როგორი მასშტაბური იქნება თქვენი აქცია? არ ფიქრობთ, რომ იქაც საჭირო იყო საარჩევნო კამპანიის გამოცხადება ყველგან ცალ-ცალკე და ანალოგიური ღონისძიები? ვფიქრობთ, ეკა და კამპანიის დაწყება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეს ერთი ჩატარდა და შემდეგ გაჩერდა, ესე არ იქნება. მთელი კომპლექსი გვაქვს ღონისძიებების, მე უბრალოდ არა ვარ უფლებამოსილი ახლა ვისაუბრო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც არის დაგეგმილი, რეგიონებშიც დაგეგმილია, სხვადასხვა მიმართულებებით დაგეგმილია. კამპანიის დაწყება ნიშნავს კამპანიის დაწყებას. ჩვენ ვიწყებთ აქტიურობას. ჩვენ უკვე გამოვდივართ ჩვენი შტაბებიდან, სადაც საკმაოდ ბევრი რამ დაიგეგმა, სადაც საკმაოდ ბევრი რამ გადაწყდა. რეგიონებს რაც შეეხება, რაც თქვენ კითხვა დასვით, მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე 73 ოლქიდან პრაქტიკულად დასრულებულია რამდენიმე ოლქი არის დარჩენილი რაღაცა სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრებების გამო ჯერჯერობით არ იხსნება, თორე თითქმის მთელი საქართველო არის მოცული და არ გეგონოთ, რომ მარტო თბილისში არის ასეთი გამოხმაურება და პოლიტიკური აქტიურობა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მხარდამჭერების მხრიდან. ეს არის რეგიონალური მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება და ხორციელდება იგივე და ჩვენ ამას იგივეს ნახავთ. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ უბრალოდ როდესაც ხდება ოფისების მარტო პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აი შენობა იხსნება, სადაც ჩვენ ვეუბნებით მხარდამჭერებს, რომ მობრძანდით აქ იქნება ქართული ოცნების ოფისი. 100, 200, 300, 500 ადამიანი მოდის. ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ჩვეულებრივ
მოდის 10, 20 ან 50 ადამიანი. ძალიან დიდი აქტიურობა არის რეგიონებში. უნდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად და კარგად მუშაობს ქართული ოცნების კოალიციის გაზეთი, რომელიც რეგიონებში ვრცელდება და საკმაოდ დიდი ტირაჟით ვრცელდება, უნდა გითხრათ. ძალიან სერიოზული მუშაობები მიდის იმისათვის, რომ უკვე აქტივები იყოს და როცა მე ბევრჯერ მithქვამს თქვენს ეთერში, სხვა ეთერშიც, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურ კოალიციაში არჩევნების სტრუქტურებში იქნება დასაქმებული სხვადასხვა ფორმით 100,000 და შეიძლება მეტი ადამიანიც ეს არის დაწყებული და ძალიან აქტიურ ფაზაში შედის ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს უქმნიან ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს უქმნიან. მე რა რომ პრობლემებს გვიქმნიან, პრობლემებს ყველა მიმართულებით ქმნიან, მაგრამ ყველა პრობლემა, როგორც ხედავთ, თანდათანობით გადაილახა დაწყებული მოქალაქეობის არმიცებიდან, დამთავრებული დაუშვათ კონტროლის პალატის მხრიდან ჩვენი მხარდამჭერების დაწიოკებით, კიდევ ბევრი რამებით, მაგრამ როგორც ხედავთ, არის კოალიციის ტაქტიკა ძალიან აკადემიური, მშვიდი, თანმიმდევრული და ჩვენ ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგვარებთ და ეს სიახლე სხვათა შორის ოპოზიციურ ცხოვრებაში შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ როგორც კი, ესე იგი, რამე შესაძლებლობა გვექნებოდა მაქსიმალური ძალისხმევით, ესე იგი, რაღაც ვეკვეთებოდით ხოლმე ხშირი შემთხვევაში ეს მერე ეს ენთუზიაზმი გვინელდებოდა და ეხლა თანდათან თუ აკვირდებით, ხდება ტემპერატურის აწევაც, პოლიტიკური აქტიურობის მომატებაც, უკვე გადადის რაიონებში, რეგიონებში ის დატვირთვები, რომელიც მარტო თბილისში იყო ხოლმე და ჩვენ ბოლო პერიოდში გაგვახსენდებოდა რეგიონები და არ ვაპირებთ კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. არც ქვემო ქართლის, არც სამცხე-ჯავახეთის, არც იმ რთული რაიონების და რეგიონების, რომელიც ხელისუფლებას თავისად მიაჩნია უყურადღებოდ დატოვებას. ყველა მიმართულებით ვაპირებთ სერიოზულ აქტიურობას. ბატონო ზვიად, 27-ში რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი ხალხისთვის? ამ შემთხვევაში თქვენი ლიდერი გაახმოვანებს ალბათ ამას. რა იქნება მთავარი გზავნილი? ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე და რაც იქნება გზავნილი, მოდი ეს 27 მაისს დავუტოვოთ, იმიტომ რომ ჩვენს ხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, ჭირდებათ იქ იმის მოსმენა თუ რის გაკეთებას აპირებს პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების. არიან ადამიანები, რომლებსაც ეჩქარებათ ხოლმე მოვლენების უფრო განვითარება, იმათგან საყვედურები ისმის, რომ რაღაც პროცესები ნელა მიდის, რომ ესე იგი ეს არ ხდება პროცესები არ მიდის ისე როგორც ჩვენ ამას მიჩვეული ვართ ყველაფერი, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ყველა ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკურ კოალიციას არ გააჩნია არც შესაძლებლობა, არც გამოცდილება, რომ დაუშვათ თავის ხარდამჭერები შეკრიბოს, რომ თუ გდებათ გააკეთოს ისეთი აქცია, რომელი აქციაც შესაძლებელია მანიფესტაცია, მსვლელობა და ასეთი ტიპის აქცია იყოს. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ხედავთ. მე უბრალოდ მინდა განვაცხადო და ვთქვა, რომ ჩვენ დაგჭირდება არა მარტო თავისუფლების მოედნის, არამედ ჩვენ მერიაში გავაგზავნეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ რადიოფიცირებას უკვე მთელი რუსთაველის გამზირისას, ვითხოვთ დამატებით კიდევ დაუშვათ ხელშეწყობას ქალაქის მერიისაგან იმისთვის, რომ ჩვენ ეს აქცია და ეს ღონისძიება ჩავატაროთ. და თუ ხელი შეგიშალეს ხელშეწყობის ნაცვლად რას იზამთ? ნუ რას იზამთ? ჩვენთვის ამაში არაფერი სიურპრიზი არ იქნება, მაგრამ ყველა ხელშეშლის ყველა ფაქტი იქნება დაფიქსირებული და მიწოდებული საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ რა, რომ ჩვენ მაგალითად ეხა რეგიონებში დაწყებული გვაქვს შეხვედრები უკვე რაიონის ცენტრებში, კულტურის სახლებში, კლუბებში და ასე შემდეგ რაიონის მოსახლეობასთან. უკვე დაგვიწყეს დაბლოკები დაუშვათ დარბაზების. პირველი წყალტუბოში, როცა მოვითხოვეთ დარბაზი 1300 კაციანი დარბაზი, მოგვივიდა ძალიან სასაცილო პასუხი, რომ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე აქვთ რაღაც ღონისძიება და ჩვენ გადაუგზავნეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების სამართლიანობას და დემოკრატიულ სასტარტო პირობებს იკვლევენ. ეხლა ერთი ამბავი მინდა კიდე უბრალოდ თქვენს ეთერში ვთქვა. დუშეთში, სადაც ჩვენ დარბაზი მოვითხოვეთ, 300 ლარი გადაახტევინეს ნაციონალურ მოძრაობას იმ დარბაზში და 1000 ლარს ითხოვენ ქართული ოცნებისაგან. ესეთი ამბები არ და ამ ფაქტებს ყველაფერს აბსოლუტურად რაც იქნება დარღვევები, ხო არ გონია ვინმეს რომ ასეთი ტიპის დარღვევებს ჩაიდენენ და მე ეს წინ არ დახვდება. წინ დახვდება და ძალიან მწარედ დახვდება. ძალიან დიდი იყო აქამდე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კონკრეტული რეაქცია, როდესაც დაუშვათ თქვენს მხარდამჭერებს იბარებდნენ, კითხავდნენ, დევნიდნენ და ასე შემდეგ. კონტროლის პალატამ რატომ მიატოვა თქვენის აზრით ის აღვირახსნილი რაღაც განუკითხაობა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, რომელსაც ჩადიოდა. სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის ელჩმა დააფიქსირა პოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს პოზიცია, ყველა საქართველო არის დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ. საქართველოში ის ამბები ისე აღარ მოხდება უკვე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის გონიათ, რამდენიც არ უნდა ხვეწნა მესიჯები გამოუშვას, რომ 2-3-4 წელი
კიდე მაცალეთ არ გამოვა ეს ამბავი, არავინ არავის არაფერს არ აცლის, დამთავრდა უკვე, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, ის პერიოდი, როდესაც სასტარტო პირობები მხოლოდ ერთ პარტიას ჰქონდა ამ ქვეყანაში, სადაც მას შეეძლო მხოლოდ შეხვედრების ჩატარება, მას შეეძლო მხოლოდ ოფისების გახსნა, მას შეეძლო მხოლოდ საერთაშორისო არენაზე გაეტანა თავისთვის საინტერესო რაკურსით საკითხები, ეს პერიოდი დამთავრდა და უკვე არის ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელშიც ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს, იმოდენა უპირატესობა გვაქვს, რომ მათი ესეთი ხელისშეშლები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და სხვა არავითარი დატვირთვა არ აქვს. ხელისუფლებას თავის მხრივ აქვს მაგალითად ადმინისტრაციული რესურსი, აქვს კანონმდებლობა, აქვს ბიუჯეტი ბოლოს და ბოლოს, რომელიც შეიძლება მოიხმარონ საარჩევნო მიზნებისთვის. ამას რითი უპირისპირდებით? ყველაფერზე დაპირისპირების გეგმა არსებობს რა. არც ერთი საბიუჯეტო კაპიკი მათ რო უნდათ ისე არ დაიხარჯება და ვერ რატომ როგორ დაიხარჯება. გააკონტროლებთ? ამის გაკონტროლების ძალიან ბევრი საშუალება არსებობს და მე მინდა გითხრათ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე აქ ჩამოდიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, უკვე თუ არ ვცდები, რამდენიმე უკვე ჩამოსული არის, რამდენიმე ათეული ადამიანი, მაგალითად იგივე ქვემო ქართლში ან სამცხე-ჯავახეთში გვინდა რომ ესე იგი უფრო მეტი ყურადღება იქნას მიქცეული და ყველა კაპიკი რომელიც მათი მხრიდან დაიხარჯება გზას დააგებენ, ბუგირს გაიყვანენ, სტადიონს გახსნიან, წყალს შეიყვანენ თუ რასაც გააკეთებენ, ეს საერთო ფულია, ამიტომ ეს ისე არ არის რომ ბიუჯეტის მხრიდან ისინი დახარჯავენ თანხებს და მარტო თვითონ გამოაცხადებენ რომ მათი ეს არის საერთო სახალხო ფული მთლიანად და ყველა ფაქტი იქნება ჩვენი მხრიდან აღნოსნული, დაფიქსირებული და საერთაშორისო სადა მედია მონიტორინგი დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას. თქვენ იცით რომ მეცხრე ის ორგანიზაციები, ვინც მედია მონიტორინგს ახორციელებს. ევროკავშირის და გაეროს დაფინანსებით ხდება. ქართული ორგანიზაციებია ბატონო ზვიად, მაგალითად ტელევიზიების მონიტორინგს ახდენს კავკასიის რესურს ცენტრი, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა NDI-ის გამოკითხვა. დიახ, მესმის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტო ერთი მთელი კომპლექსი არის, როგორ განხორციელდება მონიტორინგი დაუშვათ სახელისუფლებო უკანონოებების განხორციელებებზე, ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ამაში ტელევიზია მეცხრე არხმა, რომელიც ასევე რეგიონებში თანდათანობით იყიდებს ფეხს და საოცარი ამბები ხდება მაგაც, რომ ადამიანებს ეუბნებიან, ყველაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ თქვენ, ესე იგი, Global TV-ს ანტენა გექნებათ, ასეთ შემთხვევაში სოციალურ დახმარებებს მოგიხსნიან. ამ ადამიანების მიმართაც იქნება, გეუბნებით, ძალიან განსაკუთრებული ყურადღება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ისეთი ტიპის უსამართლობა, რომელსაც მივიტანთ ნაბიჯ ყველაფერს უცხოელ დამკვირვებლებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციებამდე, აქ აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებამდე. ყველა, ესე იგი, მუდმივად ხდება ჩვენი მხრიდან მუშაობა იმაზე, ძალიან კარგად მუშაობს საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი სამსახური, რომელიც ყველა ასეთი ტიპის ფაქტზე აკეთებს უსწრაფეს და ძალიან ეფექტურ რეაგირებებს, ამიტომ ჩვენ არ გვეშინია ასეთი ველოდებით კიდევაც, ეკა განა არ ველოდებით, უფრო დიდ დარღვევების მცდელობებს ველოდებით მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ უკვე შესაძლებლობები გვაქვს, სრული შესაძლებლობები და ვინმეს არ ეგონოს, ეს შესაძლებლობა მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა არის. ფინანსურ შესაძლებლობაზე გაცილებით დიდი არის ის რეიტინგი, ავტორიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა პოლიტიკურ კოალიცია ქართულ ოცნებაში. აქ არის ძალიან აკადემიური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ყველა მიმართულებით და ეს მუშაობა მე მინდა გითხრათ, ეხლა მე მოვდივარ ეხლა შტაბიდან, სადაც მინდის გაცხოველებული მუშაობა და აქედან ისევ უკან ვრუნდები შტაბში. ანუ ჩვენ პრაქტიკულად იმისათვის რომ ეხლა რაღაცა დავტოვოთ, უყურადღებოთ რომელიმე მიმართულება, ნამდვილად არ გვცალია და ასობით ადამიანი ასეთ რეჟიმში მუშაობს უკვე საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ასევე მადლობა. ზვიად ძიძიგური იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათამდე და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.